კრწანისის რაიონში გორგასლის ქუჩაზე გზა ჩაინგრა, დაზიანდა წყალსადენის მილი. ამ დროისთვის კრწანისის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. ადგილზე მობილიზებულია წყალკანალისა და კეთილმოწყობის სამსახურები. დაგეგმილი სამუშაოების მიხედვით რაიონს წყალმომარაგება საღამომდე უნდა აღუდგეს. შემთხვევის ადგილი კრწანისის გამგებელმა დაათვალიერა. ხათუნა ბერძენიშვილის განცხადებით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დამთავრდება. ჩავარდა ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, დაზიანდა საყრდენი კედელი. კრწანისის რაიონის გამგეობამ კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად უკვე დაიწყო აღდგენის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მუშაობა მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში. უკვე ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ დავამთავროთ სამუშაოები წყალსადენის მხრივ და დაახლოებით 6 საათზე 7 საათზე წყალს ჩავცავთ. მიმდინარეობს შესწავლა გამოწვეული მიზეზების, ხვალიდან დაიწყება საპროექტო სამუშაოები, თუ რა გზით შეიძლება მოხდეს საყრდენი კედლის აღდგენა, რასაც მოხდება უკვე შემდგომ საყრდენი კედლის მშენებლობა და საგზაო ნაწილის აღდგენა.